მოგესალმებით, ეს არის მილენიალი, მე კი ნუკრიშოშიაშვილი გახლავართ. ეს არის ამ წლის ბოლო პოდკასტი და მინდა რომ შევაჯამო ზოგადად წელი, იმიტომ რომ ეს წელი ბევრ მნიშვნელობით იქნება საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაში იყო გარდამტეხი წელი. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს წელი იყო არჩევნების წელი და ამ არჩევნების წელზე ნათლად იყვნენ ესე ვთქვათ, მოდი ესე უწოდოთ ესეთ ძალებს, ანტისისტემური, ანტიგლობალისტური ძალები ტრამპის მეთაურობით და იყვნენ სისტემური ძალები, ბაიდენის ადმინისტრაციის მემკვიდრეები, ხო? კამალა ჰარისი და სხვები. ზოგადად ნათელი გახდა ორი რაღაც. პირველი, ნათელი გახდა ის, რომ ამდენი ხანი რომ ლაპარაკობდით, რომ ბაიდენი არაადეკვატური იყო, რომ ის უკვე აღარ გამოხატავდა ჯანმრთელი ადამიანისთვის დამახასიათებელ ნიშნებს, ადეკვატური ადამიანისთვის დამახასიათებელ ნიშნებს, ეს გამოჩნდა ტრამპთან დებატების დროსაც. როდესაც ტრამპთან დებატებში დამარცხდა და მე მოხსნა საკუთარი კანდიდატურა. იძულებული იყო, რომ მოეხსნა საკუთარი კანდიდატურა. ესე ვთქვათ, ყველამ გავიგეთ, რომ ბაიდენი არ იყო, მოდი ესე ვთქვათ, ადეკვატური პოლიტიკოსი მის რაღაც ბოლო წლებში. მაგრამ ამის გარდა მოხდა გეოპოლიტიკური სერიოზული ცვლილებები. ეს სერიოზული ცვლილებები დაკავშირებულია პირველ რიგში არა იმდენად უკრაინასთან, იმიტომ რომ უკრაინასთან ომი გაგრძელდა, უკრაინამ დაკარგა კიდე რამდენიმე ტერიტორია, მოხდა ასევე ავანტიურა, კურსკის ავანტიურა, უკრაინელებს დაიკავეს რაღაც ტერიტორიები რუსეთში და ეს ომი რო გახანგრძლივდა, ეს ნათელია, მაგრამ დაიძაბა სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში. ასადი, რომელიც უკვე რამოდენიმე წელია ინარჩუნებდა ხელისუფლებას, რომელიც გადაურჩა ისლამურ სახელმწიფოს პროექტი, ესე ვთქვათ, განადგურდა, დღეს ხედავთ ჩვენ აბსოლუტურად სხვა სურათს. ასადი გაიქცა რუსეთში და სათავეში მოვიდნენ ის ძალები, რომლებსაც გუშინ უწოდებდნენ ტერორისტებს. და ეს ძალები, რომლებიც იმუქრებოდნენ ოპოზიციის ყოფნის დროს, რომ ისინი განადგურებდნენ ისრაელს და მთავარი მისია უნდა ყოფილიყო ისრაელის განადგურება, დღეს საუბრობენ, რომ ისრაელთან დაამყარონ კეთილმეზობლური ურთიერთობები და აღიარონ ისრაელი. მინდა შეგახსენოთ, რომ ისრაელი არ იყო აღიარებული ასადის მიერ. ეს მდგომარეობა გვაჩვენებს ჩვენ რამდენად მყიფე არის ის წესრიგი, რა წესრიგიც 91 წლიდან შენდებოდა. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ სამი მიმართულებით მიდის რღვევა. პირველი მიმართულება ეს არის სუფთა გეოპოლიტიკური მიმართულება. მეორე მიმართულება ეს არის იდეოლოგიური მიმართულება და მესამე მიმართულება ეს არის ეკონომიკური ჰეგემონიის მიმართულება. სამივე განვიხილოთ. გეოპოლიტიკური მიმართულებით ჩვენ ნახეთ რა, რომ ზოგადად გლობალურ სამხრეთს ასაც უწოდებენ, ანუ კოლონიალური, ეს არის ძირითადად აზიისა და აფრიკის ქვეყნები. ისინი იყვნენ ღარიბი ქვეყნები, მაგრამ 2008 წლის კრიზისმა ამ ქვეყნებს მიცა საშუალება, რომ განვითარებულიყო. ჩვენ თუ ნახავთ ეკონომიკური ზრდის დინამიკას, ჩვენ ძალიან კარგად შევნიშნავთ, რომ 2008 წლამდე დასავლური ქვეყნების ეკონომიკური ზრდა აღემატებოდა ყველა დანარჩენ სამყაროს ეკონომიკურ ზრდას. პირველ რიგში უნდა შევეხოთ გეოპოლიტიკას. უკვე თითქმის 1 წელია მილენიალი გადის და ჩვენ საუბრობთ მილენიალში ჩინეთის აღზევებაზე. ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ შუა დერეფნის პროექტი ეს არის საქართველოს ერთ-ერთი გადარჩენის გზა. ეს წელი იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ანაკლიის პროექტი უკვე დამტკიცდა და უკვე საფუძველი ჩაეყარა ანაკლიის პროექტს. დაიწყო უამრავი გეოპოლიტიკური პროექტის განხორციელება, გეოეკონომიკური პროექტის განხორციელება. საუბარია ავტობანებზე და რკინიგზის მშენებლობაზე. საუბარია ნავთობგადამამუშავებელ ქარხნას მშენებლობაზე ანაკლიაში. ბუნებრივია ამას უნდა მოყვეს ტვირთების ნაკადის შემოსვლა და უკვე ამ წელს პირველად გამოჩნდა ჩინური ტრანსპორტები საქართველოში, სატვირთო მანქანები მასობრივად. და თან ეს მაშინ, როდესაც ამერიკის საელჩო აკრიტიკებდა საქართველოს. ამ წელს მნიშვნელოვანი იყო ასევე ის, რომ ჩინეთთან პირდაპირი რეისები გაიხსნა
საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ უვიზოს ჩავიდნენ ჩინეთში და ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ სახელმწიფოსთან და განვითარებულ სახელმწიფოსთან თანამშრომლობის. ამის გარდა დიდი ნაბიჯი გადაიდგა უსაფრთხოების მხრიდანაც. ჩვენ ხედავთ, რომ რუსეთი რაც დრო გადის უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება ჩინეთზე, მაგალითად დღეს რუსეთში უკვე ხუვრობენ, რომ თუ კი აქამდე მოსკოვში დადიოდნენ BMW, Mercedes-ი, სხვა ევროპული და ამერიკული მანქანები, დღეს ძირითადად ჩინური მანქანები დადის და ჩინური მანქანები შემოდის რუსეთში. ანუ ის საყოფეთ ცხოვრებო და მნიშვნელოვანი პროდუქცია, რაც ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი იყო, იწარმოება ჩინეთში და ჩინეთი ავსებს იმ დანაკარგს რუსეთისთვის, რაც მიიღო სანქციებით. შესაბამისად, ძალიან არა მარტო მარტივად, არამედ ძალიან უმტკივნეულოდ გადააქვს ეს სანქციები რუსეთს. მეტიც, ჩვენ თუ რუსეთის ეკონომიკას ვნახავთ, რუსეთის ეკონომიკას აშკარად, ესე იგი, გაიზარდა, მისი წარმოება გაიზარდა და პრინციპში ამ ომმა მიცა საშუალება, რომ გადაეწყო საკუთარი ეკონომიკა და ახლებურად აეწყო და პერეფორმატირება მოახდინა საკუთარი პოლიტიკური სისტემის. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რუსეთმა დემოკრატიზაციისკენ გადადგა ნაბიჯი, არავითარ შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ იმას, რომ ის აზიური წარმატების მოდელი, სადაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ცენტრალური ხელისუფლება, სადაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ესეთი დაგეგმარების ეკონომიკა მათ შორის, სადაც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ენერგორესურსები, რუსეთმა ეს შეითვისა და აწყო გარკვეულწილად ახალი სისტემა. თუ კი აქამდე ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია გვეთქვა, რომ რუსული ეკონომიკური სისტემა ეს იყო ოლიგარქიული სისტემა, ამ ომმა საშუალება მიცა, რომ ოლიგარქიის ძალაუფლება შეზღუდულიყო და უფრო მეტად ცენტრალიზებული ყოფილიყო რუსული პოლიტიკური სისტემა. ანუ რუსეთი, რომელიც აქამდე მთელი მისი არსით ცდილობდა, რომ დასავლეთში შესულიყო, დასავლეთის ნაირი მოქმედებები ქონოდა, მაგალითად ის ყოველთვის საკუთარ მოქმედებებს ამართლებდა იმით, რომ ამერიკა შვებოდა იგივეს. და ის საუბრობდა, რომ ჩვენ არანაირად განსხვავებული თქვენსგან არა ვართ. ამერიკელებისგან და ევროპელებისგან. ჩვენ თქვენაირები ვართ. რატომ არ გვიღებთ იმ კლუბში, რა კლუბშიც თქვენ ხართ? რატომ გვტოვებთ კლუბს მიღმა? და მართლაც ისინი ევროპელები და ამერიკელები ყოველთვის ზემოდან უყურებდნენ, განსაკუთრებით ცივი ომის შემდეგ, ყოველთვის ზემოდან უყურებდნენ რუსებს და რუსეთის სახელმწიფოს. მათ თვლიდნენ ჩამორჩენილებად, მათ თვლიდნენ კი, ევროპელებად, გეოგრაფიულ ევროპელებად, მაგრამ მაინც არა ევროპელებად, ევროპული ცივილიზაციის ნაწილად არა. აი ამ კონფლიქტმა ძალიან სასწაული რაღაცა აჩვენა. რუსეთი, რომელიც საბოლოო ჯამში იყო იმპერია, გადავიდა გლობალური სამხრეთისკენ. ანუ ყოფილ კოლონიებისკენ გადავიდა. და ყოფილ კოლონიებს გაუჩნდათ იმპერია, რომელიც ებრძვის სხვა იმპერიებს. და ეს იმპერია, რომელიც საკუთარ იმპერიალური სისტემის გადაწყობის პროცესშია. რამაც მიცა საშუალება ჩინეთს დაიწყო ვაჭრობა და დედოლარიზაცია. ამ წელს ეს წელი არის მნიშვნელოვანი ასევე იმით, რომ საუდის არაბეთსა და ჩინეთს შორის, ჩინეთსა და ირანს შორის, ჩინეთსა და რუსეთს შორის, ჩინეთსა და ბრაზილიას შორის, ინდოეთსა და რუსეთს შორის. ვაჭრობა მიდის არა დოლარით, არამედ რუბლებით. დღეს უკვე წლის ბოლოს რუსეთმა მოთხოვა რუბლებით შეეძინათ გაზი ევროპელებს, აღმოსავლეთ ევროპელებს, უნგრელებს, პოლონელებს და პოლონელებიც იძულებული არიან, რომ რუბლებში შეეძინონ, რუბლებში იყიდონ გაზი. ეს არის ძალიან დიდი დარტყმა დოლარისთვის, ეს არის ძალიან დიდი დარტყმა იმ გლობალური წესრიგისთვის, რა წესრიგიც აქამდე იყო. ეს პერეფორმატირება დაკავშირებულია იმასთან, რომ დასავლეთი არ აღმოჩნდა მზად ყოფილიყო ესე ვთქვათ გლობალური პოლიციელი. ის მან აწარმოა ისეთი ომები ახლო აღმოსავლეთში, რომელმაც არ მოუტანა დასავლეთს ისეთი გარანტირებული ჰეგემონია და გარანტირებული უპირატესობა სხვებზე პირიქით. ამ ომებმა აჩვენა და გამოავლინა დასავლეთის სისუსტე. რომ არა 2001 წელს დაწყებული
სამხედრო კამპანია ავღანეთსა და ერაყში, რომ არა ის კამპანია რა პროცესში საქართველოში შეიცვალა ხელისუფლება, გულისხმობ ხავერდოვანი რევოლუციები, დემოკრატიის გავრცელება, ესა ბუშის პოლიტიკა, დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებს ესეთი კრიზისი არ ექნებოდათ. ანუ იმ საგარეო პოლიტიკამ რაც გააქტიურა შეერთებულ შტატები ჩვენ რეგიონში მათ შორის, გამოიწვია თვითონ შეერთებულ შტატების დასუსტება. დასუსტება გამოიწვია, იმიტომ რომ შეერთებულ შტატებს არ აღმოაჩნდათ იმის ძალა, რომ სოფლის ყველა ტერიტორია ეკონტროლებინა. და არ აღმოჩნდა ძალა, რომ ეს კონტროლი ისე ყოფილიყო, რომ არ გაქცეოდა რომელიმე სახელმწიფო. გაექცა მას ჩინეთი, ჯერ კიდევ კისინჯერის დროს, კისინჯერის მთავარი პოლიტიკა რა იყო, რომ ჩინეთთან დაახლოებულიყო, ხო, შეერთებულ შტატები, ეკონომიკურად დაახლოებულიყო, ჩინეთი გამხდარიყო ამერიკის ეკონომიკაზე დამოკიდებული, ამერიკულ კაპიტალზე დამოკიდებული. მართლაც გახდა, მაგრამ მე აღმოჩნდა, რომ მთელი ინდუსტრიები გადავიდა ჩინეთში და უცბად დანარჩენი სამყარო აღმოჩნდა ჩინეთზე დამოკიდებული. ჩვენ თუ ნახავთ ვაჭრობა როგორი იყო 1991 წელს ჩვენ ნახავთ, რომ ვაჭრობის დიდი ნაწილი მოდიოდა სოფლიო ვაჭრობის სადღაც 45%-ზე მეტი იყო, მოდიოდა დასავლეთ ქვეყნებიდან, ხო? დღეს აბსოლუტურად შეცვლილია ეს სურათი, დღეს ძირითადად ვაჭრობის ძირითადი მაჩვენებელი მოდის ბრიქსის ქვეყნებზე და არა დასავლეთის ქვეყნებზე. რაც იმის მნიშვნელობელია, რომ ის რეალობა, რა რეალობაც აქამდე იყო, უბრალოდ აღარ არსებობს და ამ წელმა დაგვანახა სწორედ ეს, რომ ის რეალობა, ეს მდგომარეობა, რაც 91 წლიდან დღემდე იყო, უბრალოდ აღარ არსებობს. ასევე მნიშვნელოვანი პროექტი, მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ის, რომ ევროკავშირმა განაცხადა ამ წელს, რომ 2030 წლამდე ის გაფართოებას არ აპირებს. პირველად დასავლურმა სახელმწიფოებმა განაცხადეს, რომ გარკვეულწილად ანგარიში პრინციპში ეგრე გამოვიდა, რომ ისინი ანგარიში უწევენ რუსეთის ინტერესებს და ისინი არ ფართოვდებიან. ყოველ შემთხვევაში 30 წლამდე. ტრამპი, რომელიც გახდა პრეზიდენტი, ის პირდება საკუთარ ამომრჩეველს, რომ დაამთავრებს ომს უკრაინაში და ნახოთ რა პირობებით უნდა დაამთავროს, ხო? ეს ხო გვესმის, რომ რუსეთთან მოლაპარაკება მოუწევს. ეს იქნება ორი რამ. პირველი, ტრამპიც უკვე საუბრობს, წინასაარჩევნოდ ეს თქვა, რომ უკრაინას მოუწევს ტერიტორიების დათმობა. ტერიტორიებზე უარის თქმა. ანუ იმ ტერიტორიებზე რა ტერიტორიებს დაიკავა რუსეთმა. ეს ერთი. მეორე. და მნიშვნელოვანი. უკრაინა არ გახდება ნატოს წევრი. უკრაინაში არ განთავსდება ნატოს ბაზები. ანუ ის რაც უნდათ უკრაინაში, ის ვერ მიიღეს უკრაინაში. რუსეთმა გამოაჩინა საკუთარი ესე ვთქვათ ძალა და დღეს ამ ძალას ანგარიში უწევს დასავლეთი. იძულებულია რომ გაუწიოს ანგარიში დასავლეთი. ამის გარდა ეს არის წელი, როდესაც ევროპული ინდუსტრიები, Volkswagen-ი, სხვა ინდუსტრია გადადის და ტოვებს ევროპას. გადადის ამერიკის შეერთებულ შტატებში, გადადის სხვა ქვეყნებში. ეს არის ევროპის ინდუსტრიული პოლიტიკის მოშლა. მოშლის ერთ-ერთი ნიშნები. იმისთვის რომ ეს შეაჩერონ, საჭიროა გარკვეულწილად დათმობაზე წავიდონ რუსეთთან. ამაზე ღიად საუბრობენ. ამ წელს მოხდა პოლიტიკური კრიზისი, წლის ბოლოს მოხდა პოლიტიკური კრიზისი გერმანიაში, შოლცის მთავრობა დაეცა. ესეთი რაღაცა დიდი ხანია გერმანიაში არ მომხდარა. მერკელის გერმანიაში, რომელიც იყო დომინანტური ევროპული სახელმწიფო, მოვიდა შოლცი, რომელმაც ყველა ის უპირატესობა, რაც მერკელმა მოუპოვა გერმანულ სახელმწიფოს, ყველა ის დაკარგა. და იქცა ესე თუ გეოპოლიტიკურ მარიონეტად გარკვეულწილად. ხმავე რა მოიღო ჩილოთ ნაკადის აფეთქებაზე, ჩვენ ვიცით რომ ჩილოთ ნაკადი პირველ რიგში ამარაგებდა გერმანულ ინდუსტრიას. ხმაც კი ვერ ამოიღეს ამას. აი ამ სიტუაციაში იცვლება რადიკალურად ყველაფერი.
და ეს ამ წელმა დაგვანახა ეს, მხოლოდ ბრმები ვერ ხედავენ იმ შეცვლის სამყაროს, როგორც უკვე ფაქტის წინაშე დადგა. მოკლედ, ჩვენ ნახეთ პოლიტიკური კლასის აბსოლუტური დეგრადაცია და ასევე NGO-კრატიის, ესე ვთქვათ, ლუსტრაცია. ჩვენ ნახეთ, რომ NGO-ებს თურმე არა სამოქალაქო საზოგადოებისთვის, არამედ რევოლუციისთვის, შიდა დესტაბილიზაციისთვის ამზადებდნენ. ჩვენ ეს ამ წელს კი არ ნახეთ, ეს წინა წელსაც ნახეთ, მაგრამ ამ წელს ისინი იქცნენ მთავარ, ესე ვთქვათ, დამტყმარ ძალად. ამის მტკიცებულებაა ისაც, რომ 23 ტონა პიროტექნიკა ამოღებული იყო როგორც პარტიებიდან, ისე NGO-ების ოფისებიდან. ანუ NGO-ები იქცა გარკვეულწილად რევოლუციურ ძალად და ნათელია, რასაც წლებია ვლაპარაკობთ, რომ NGO ეს არის ორგანიზაცია სიამდვილეში, რომელიც ასრულებს სხვა სახელმწიფოს დავალებას, იმისთვის საკუთარ სახელმწიფოზე მოახდინოს ზეწოლა და შექმნას გარკვეულწილად აქ ისეთი გარემო, სადაც ჩვენი ელიტა იძულებული იქნება, რომ სულ დათმოს პოზიციები სხვასთან მოლაპარაკებების დროს და ამ შემთხვევაში შეერთებული შტატები რასაც მოგთხოვს, შენ უპირობოდ შეასრულო და ამას უნდა უზრუნველყოფდეს, ესე იგი NGO-კრატია, ეს ნამდვილი აღმოჩნდა. ეს მართალია აი ფაქტი. ფაქტი არის ეს მოვლენები ბოლო რამოდენიმე დღე რაც ხდება, ძალიან კარგად აჩვენებს, რომ სიამდვილეში NGO-ს მიზანი იმის მიუხედავად გაცხადებული იყო ის, რომ სამოქალაქო საზოგადოება და ასე შემდეგ ვაშენებთ, არ არის სამოქალაქო საზოგადოების შენება არ იყო მიზანი, მიზანი იყო ქონოდა სხვა სახელმწიფოს ბერკეტი, რომ შენ სახელმწიფოზე ქონოდა ზეწოლის საშუალება. და თუ კი შენ რაღაცას გაბედავდი და რაღაც სხვანაირად წაიყვანდი პოლიტიკას და ითამაშებდი სუვერენულობას, ესენი გამოჩნდებოდნენ და მოგიწყობდნენ გარკვეულწილად დივერსიას, რევოლუციას და სახელმწიფო გადატრიალებას. აღმოჩნდა ესე. ასევე, რასაც წლების განმავლობაში ლაპარაკობდით, რომ ლიბერალური სისტემა საქართველოში, ლიბერალური იდეოლოგია, ეს არ არის ფილოსოფიური სწავლება, ეს არ არის ჯონ ლოკი, ეს არ არის ჰობსი, ეს არ არის კიდე რა ვიცი ვაშინგტონი და ასე შემდეგ. ეს არის კოლონიური ცნობიერება, ესა თვითკოლონიზაცია. ეს არის რაღაცა იდეა, სხვადასხვა აი საერთაშორისო კონფერენციებზე როდესაც ვიყავი, ყველა საუბრობდა იქ უცხოელი, მე რო ველაპარაკებდი ლიბერალიზმზე, არ ესმოდათ. ყველა საუბრობდა თქვენთან რაღაცა სხვანაირი ლიბერალიზმი არისო, ეს არ არის ის, რაც ჩვენთან არისო. მე ზოგადად იქაურ ლიბერალიზმს ვაკრიტიკებ, მაგრამ ჩვენთან განსაკუთრებულად კოლონიალური ფორმა ჰქონდა ამ ლიბერალიზმს. ჩვენთან არ შეუულებულა და არანაირი კრიტიკული წარმოდგენის შექმნაც კი, კრიტიკული შეკითხვის დასმაც კი არ შეიძლებოდა იმ პოლიტიკურ სისტემაზე, რაც შეერთებულ შტატებს ჰქონდა, ხო? არ შეიძლებოდა ლოგიკა ხო რაღაცა ისეთია, რომ ესე იგი იდეოლოგიის მიღმა არსებობს, ხო? ანუ შენ იმის მიუხედავად, რომ შეიძლება თავი დაიბრმავო, ლოგიკას ვერ გააქრობ. შეუძლებელია და ადამიანები ხვდებოდნენ, რომ ამ პოლიტიკურ სისტემაში და იმ ახსნებში, რასაც ეს პოლიტიკური სისტემა ახდენდა, არ ემთხვეოდა იმ რეალობას, რა რეალობაც იყო დღეს. ესე იგი, მოდი ჩამოთვალოთ ლიბერალიზმის რაღაცა სვეტები. ლიბერალური იდეოლოგია გვეუბნებოდა, რომ სიტყვის თავისუფლება არის მნიშვნელოვანი, ხო? და გვეუბნებოდა, რომ აი უმცირესობების სიტყვის თავისუფლება არსად არის მის და ყველგან ვაჩვენოთ, რა ვიცი, ტრანსგენდერი, გეი, ლესბოსელი და ასე შემდეგ და ჩვენ ვიბრძვით სიტყვის თავისუფლებისთვის. უცბად აღმოჩნდა, რომ მე მგონი 120,000 ის არის, რა ქვია, აკაუნტი არის დაბლოკილი მარტო ამ წელს ფაქტ-ჩეკერის მიერ, ხო? თუ მთლიანად 5 წლის განმავლობაში აღარ მახსოვს, ეს შეიძლება ამ ეტაპზე ვწდები, მაგრამ ის რომ 120,000 აკაუნტი არის დაბლოკილი, 120,000 აკაუნტი არის დაბლოკილი, ხო? სხვა მიზეზების გამო. ეს მიანიშნებს იმას, რომ სიტყვის თავისუფლება რამდენად საფრთხის ქვეშ არის. ანუ სოციმედია, სადაც დღეს თანამედროვე ადამიანი საკუთარ თავის რეალიზებას ეწევა, საკუთარი იდეების რეალიზებას ეწევა, ეს პრაქტიკულად შეუწყვიტეს, გადაუჭრეს ყველა ალტერნატიულ რაღაცა პოლიტიკურ შეხედულობის თუ იდეოლოგიის ადამიანებს, ხო? ასევე საბანკო სისტემას, აი საბანკო სისტემასაც მინდა შევეხო, ყველაზე ესეთი კაი მაგალითია, როდესაც უამრავ ადამიანს, ესე იგი, იმიტომ რომ არ მოწონდათ ეს მათი პოლიტიკური ხედვა თუ რა ვიცი, არანაირი სასამართლო გადაწყვეტილება არ იყო მათ წინააღმდეგ და არაფერი არ იყო, უბრალოდ შეუჩერეს, ესე იგი, გაუყინეს ანგარიშები. ეს რას ნიშნავს?
ანუ ფინანსებზე კონტროლი, სიტყვის თავისუფლებაზე კონტროლი, აზრებზე კონტროლი. ყველა მათ ხელში იყო განათლების სისტემა, სახელმძღვანელოები, სასწავლო გეგმა ადგენენ ისინი. სახელმძღვანელოები როგორ უნდა დაწერილიყო, ისინი ადგენენ. ლექტორები ვინ უნდა დანიშნული იყო, ისინი ადგენენ. აკრედიტაციის საბჭო, ანუ შენ რო სკოლას უნდა მიანიჭო აკრედიტაცია, ან უნივერსიტეტს უნდა მიანიჭო აკრედიტაცია, იმ წესით ანიჭებდნენ, რა წესით ლიბერალებმა დააწესეს. და შესაბამისად შექმნეს ეს იდეოლოგიური მაქინა, რომელიც ცოდნის გარდა ყველაფერს ქმნიდა. ცოდნების გარდა ყველაფერს ქმნიდა, არაფერი ფასეული ამ პერიოდში არ დაწერილა, არაფერი ფასეული ამ პერიოდში არ, ესე იგი, შექმნილა, არც სამეცნიერო, არც სახელოვნებო თვალსაზრისით, ყველაფერი იყო აბსოლუტურად რაღაც კიჩი, ეგრე ვთქვათ, რაღაცეების გადმოკოპირება, უშინაარსო გადმოკოპირება. და ჩვენ ვხედავთ, რომ მთლიანად ესეთი კოლონიალური ცნობიერებაში დაგტოვეს და მეტიც ძალიან საინტერესოა, რომ ანუ ის რაც ფილოსოფიურად ლიბერალის უნდა მოიტანა, არაფერი არ მოგვიტანა. ანუ იმისთვის რომ შენ სიტყვის თავისუფლება დაიცვა, ლიბერალის უნდა დაუპირისპირდე. იმისთვის რომ შენი ფინანსური ესე იგი უფლებები, ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი უფლება, ხო? ან ამერიკის კონსტიტუციაში წერია, რომ ბედნიერებისკენ სწრაფო. ბედნიერებისკენ სწრაფა თავისთავად ნიშნავს იმას, რომ შენ გაქვს შემოსავლების შეუსწავლები, რომ შენ გქონდეს გარანტირებული და შენი კერძო საკუთრება იყოს დაცული, იმ დაცულობასაც მოითხოვს. ანუ შენი ბედნიერებისკენ სწრაფვაც კი გააუქმეს და უნდა იბრძოლო ლიბერალებთან, რომ შენი ბედნიერების ის გქონდეს რა, სწრაფო გქონდეს და ბედნიერებისთვის ბრძოლა შეგეძლოს, ხო? ამის გარდა ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, ხო? ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ეს ეხებოდა ხა საქართველოს იმდენად ძიმეთ არ შეეხო ეს გასაგებია, მაგრამ ჩვენ ხედავდით რომ რაღაცა მიმართულებით მივდიოდით, რა მიმართულებითაც წავიდნენ, რა ვიცი, შეერთებული შტატები, შვედეთი და ასე შემდეგ, სადაც სახელმწიფო შედიოდა ოჯახებში და ესე იგი უამრავი ფაქტია, ხო? როდესაც შვილს ართმევდნენ ოჯახებს, როდესაც ხდებოდა გარკვეულწილად ისეთი კონცეფცია შექმნა, რომ ბავშვი ეკუთვნის არა ოჯახს, არამედ სახელმწიფოს, ხო? და ესეთი კონცეფციებით, ესეთი აზროვნებით ადამიანს ეცლებოდა ავტონომიური სფეროები. ადამიანს ეცლებოდა საკუთარი იდეოლოგიის ქონის უფლება, თუ ეს არ შეესაბამებოდა ნებადართული არ იყო იდეოლოგიისგან, ადამიანს ერთმევოდა ეკონომიკური საქმიანობაში მოღვაწეობის უფლება, თუ ეს არ იყო ნებადართული იდეოლოგიური ჰეგემონიისგან და ადამიანს ერთმევდა ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცა, ეკონომიკაზეც მნიშვნელოვანი და იდეოლოგიაზეც მნიშვნელოვანი. მომავალი ერთმევოდა საკუთარი შვილების სახით. ეს იდეოლოგია მთლიანად ართმევდა ადამიანს შვილებს. ეს იდეოლოგია მთლიანად უცვლიდა შვილებს აზროვნებას და უპირისპირდებდა შვილებს მამებს. და დღეს რაც ხდება ეს ახალგაზრდების გამოსვლა, ხო? დღეს რაც ხდება, რომ მოწოდებებიცა გრიგოლ ვაშაძის მოწოდება იყო, ხო? რომ ესე ყველა ბავშვს მოუწოდებდა, ახალგაზრდას მოუწოდებდა, რომ მიდით შობლებთან და უთხრეთ, რომ გრცხვენოდეთ და შეარცხვენოთ საკუთარი მშობლები. ესეთი რაღაცა უბრალოდ არც სამოქალაქო ომის დროს არ ყოფილა რიტორიკულად რა. ესეთი რაღაცა შეიძლება ფაქტის დონეზე მამაშვილს იქ მართლა უპირისპირდებოდა 90-იან წლებში, მაგრამ პოლიტიკოსები ამაზე არ საუბრობდნენ, პოლიტიკოსები საუბრობდნენ იმაზე, რომ შერიგება მომხდარიყო. ანუ რიტორიკაში საზოგადოებრივ ენაში რჩებოდა ეგ შერიგების პოლიტიკა, იმის მიუხედავად, რომ რეალური პოლიტიკა სხვა რაღაცას ასჩვენებდა. დღეს რა არის საზოგადოებრივ ენაში შემოიყვანეს ისეთი პოლიტიკა, რომ ძველი თაობა არის ჩასარეცხი და ახალი თაობა უნდა, ესე იგი, ახალი თაობა უნდა დაარწხვინოს ესე იგი თავის მშობლების თაობა და რაღაც სიგიჟეები, აბსოლუტურად სიგიჟეები, რომლებიც აუცილებლად შემოუტრიალდებათ იმ ხალხს, რომლებმაც ეს პანდორას ყუთი გახსნეს. დარწმუნებული იყავით, რომ სწორედ მათი შვილები უარყოფენ იმ ადამიანებს, ვინც ეს პანდორას ყუთი გახსნა. ჩვენი ახლა ასევე არ მინდა მარტო იმას შევეხო, რაღაც ნეგატივს, მინდა პოზიტივსაც შევეხო. იმის მიუხედავად, რომ ეს საშინელება იყო, ეს წელი იყო იმედის წელი. ეს წელი იყო იმის წელი, რომ ჩვენ ნახეთ, როგორ იშლება აი ეს საშინელი მახინჯი სისტემა ჩვენ თვალწინ. როგორი უსუსური არის. იმის მიუხედავად, როგორ მიდიოდა მაგალითად აი გლობალურად, როგორ მიდიოდა ტრამპზე, ხო? თავდასხმები. რას არ ეძახდნენ? ყველობის ცდელობა იყო ტრამპზე, ხო? ორჯერ იყო ყველობის ცდელობა. ორჯერ იყო და ერთხელ ყურში დაჭრეს, ხო? თავი რო არ შემოეტრიალებინა, ის იყო წამების ამბავი იყო. ერთ-ერთი პრეზიდენტობის კანდიდატი მოკვდებოდა, ხო? როგორც უამრავი მოკვდარა შეერთებულ შტატებში, არაერთი მოკვდარა უფრო სწორედ. და ამის მიუხედავად
გააშავეს თენა პროპაგანდა მიმუშავა მის წინააღმდეგ ყველა ისე ფიზიკური ლიკვიდაცია უნდათ მაინც გაიმარჯვეს ამ სისტემას და მეორე მხრივ ამ სისტემამ თავი გამოაჩინა ყველაზე მნიშვნელოვან რამეში ამ წელს მე საუბრობ ფავდიდის ამბავზე როდესაც თურმე ის ყველა გმირი რომელიც ბავშვობიდან ჩვენ გმირები გვეგონა რომლებიც თამაშობდნენ კეთილშობილ ადამიანების როლებს რომლებიც იყვნენ მისაბაძი ადამიანები ყველა ყოფილა ძალიან შიშა რა იმიტომ რომ შანტაჟის ქვეშ იყო უამრავი მათგანი და აბსოლუტურად გარყვნილი აბსოლუტურად დეგრადირებული ადამიანი რომლებიც ხან პედოფილიაში ყოფილან ჩართული ზოგიერთი მათგანი რაღაც საშინელებებში იყვნენ ჩართული ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დანაშაულში იყვნენ ჩართული ეს იყო სექსუალურ მონობაში ხო ადამიანებს იტაცებდნენ და ესე იგი მონებად ექცეოდნენ ანუ ადამიანები რომლებიც გამოდიოდნენ რაღაც თავისუფლებაზე LGBT უფლებებზე ლაპარაკობდნენ ეს ადამიანები რომლებიც ამ იდეოლოგიის ესე იგი დასაყრდენი იყვნენ თვითონ ყავდათ გამოკეტილი ის იმებში რა ქვია მიწის ქვეშ ადამიანები და სექს მონებად ესე იგი ამუშავებდნენ და იყენებდნენ ლიანად და ეს ადამიანები რომლებიც ამ კლუბის წევრები იყვნენ ხო დიდი კლუბი ჰოლივუდის კლუბი ეს არის ერთ-ერთი გამსაზღვრელი კლუბი ამერიკის შეერთებულ შტატებში მაღალი ელიტარული კლუბი ხო ესე ვთქვათ ხო აღმოჩნდა რომ იქ შენ თურმე ვერ შეხვალ იმის გარეშე რომ ეს რაღაცა საშინელი რიტუალი და საშინელი დანაშაულის თანამონაწილე თუ არა ხარ. რა თქმა უნდა ასევე აღმოჩნდა ესეც უნდა ითქვას რომ უამრავი ღირსეული ადამიანი აღმოჩნდა ჰოლივუდში რომელიც არ ყოფილა ამ ყველაფერში გარეული მაგრამ ის ხალხი აი თუ დააკვირდებით ის ხალხი რომელიც ტრამპის წინამდე გამოდიოდა ძირითადად ის ხალხი იყო ამ ამბებში შემჩნეული. ძირითადად ის ხალხი იყო ამ ამბებში შემჩნეული. და ვინც ტრამპის ხარიც გამოდიოდა, სწორედ ის ხალხი აღმოჩნდა, რომელიც ამ ყველაფერში არ იყო შემჩნეული. აი ესა ძალიან აი კაი მორალური ისა მარიშნებელია ამ ყველაფრის. სწორედ ამიტომ მოხდა რა კონსერვატიულმა იდეოლოგიამ დაამარცხა ეს რაღაცა საშინელი მაქინა. დაამარცხა ეს სისტემა, ყოველ შემთხვევაში არჩევნებში ხლა რა თქმა უნდა ეს არ არის დასასრული, ეს არის მნიშვნელოვანი გამარჯვება და ამ გამარჯვებას უნდა რაღაცა გაფორმება მნიშვნელოვნად. ჩვენ უკვე ვიცით რომ კონგრესში შეიტანა ტრამპმა და კონგრესმა მიიღო რომ არსებობს მხოლოდ ორი გენდერი და უკვე ის ლაპარაკი რომ რაღაცა ეს LGBT რაღაცა იდეოლოგია თავზე მოგვახევენ უკვე ამერიკაში ვერ მოხერხდება ეს და შესაბამისად საქართველოში ეს როგორ უნდა მოხერხდეს ისედაც იმდენად არაბუნებრივი იყო ეს იდეოლოგია ჩვენი რეალობისთვის რომ უბრალოდ სააცილო იყო ამაზეც საუბარი. ამის გარდა კიდევ მნიშვნელოვანი რაც ისიც შეიძლება გავიხაროთ არის ის რომ იყო ხო ეს მოწოდებები და იყო მცდელობები NGO-ების რომ საქართველოს დაექსაქცირებინათ. საქართველოში უვიზო მიმოსვლა, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შეეჩერებინათ. და ასე შემდეგ. რა მოხდა? ორბანმა და სხვა ჩვენმა მეგობრებმა, ანუ კონსერვატიულმა ძალებმა არ მიცეს ამის საშუალება. ანუ საქართველოს გამოუჩნდა ძლიერი მფარველები, მეგობრები, რომლებიც რაღაც ღირებულებათა სისტემაში ემთხვევა ქართულ ხარეს და რომელსაც უნდა რაღაც ღირებულებების შემოbrunება. ჩვენს ხო ეგ გვინდა. ჩვენს ხო გვინდა რომ საქართველოს იქცეს იმ რაღაც ფუნდამენტურ ღირებულებების სადარაჯოზე, რაც ოდითგანვე ქონდა. რაც შეიძლება რაღაც რამოდენიმე მიმართულებით, ესე იგი ავიღოთ. პირველი მიმართულება კონსერვატიული რაღაც ღირებულებების. ეს არის ენა, რა თქმა უნდა, და ჩვენ რა ხდებოდა ხო, რომ ეს ბარბარიზაცია ენის მიდიოდა აბსოლუტურად ესე ვთქვათ ყველაფერი აი ხო ეგ იყო ლიბერალების რაღაცა წარმოდგენა რომ ყველა ჭეშმარიტება ითქმება მხოლოდ ინგლისურ ენაზე ხო ეს იყო ლიბერალების რაღაცა წარმოდგენა ხო ქართულად რაცაა დაწერილი ეს ყველაფერი არის ეგრეთ ვთქვათ გოიმობა მას ფასი არ აქვს და ასე შემდეგ და ამიტომაც ვერ ესაუბრეს ჩვეულებრივ ადამიანებს ვერ ესაუბრნენ ლიბერალები საკუთარი მეტაენას შექმნეს რაღაცა ბაბლების ენას შექმნეს და აღმოჩნდა რომ თურმე იმისთვის რომ შენ ხმები გქონდეს იმისთვის რომ არჩევნები გაიმარჯვოს შენ ქართულად უნდა ისაუბრო და ეს მეტაენა რაღაცა ინგლისურ ქართული ენა ხო
არ გეხმარება იმისთვის, რომ დაუახლოვდე შენ მოსახლეობას. არ გეხმარება იმისთვის, რომ იმაში, რომ გაიმარჯვო არჩევნებში. ასევე მნიშვნელოვანი მომენტი. რელიგია. რელიგიასაც უნდა შევეხოთ. აი მაგალითად, ინგლისში რა გააკეთეს? იყო საშობაო მაღაზიები და იმისთვის, რომ ეს რელიგიური კონოტაცია მოიცილებდეს ქრისტიანული, რელიგიური არა, აი ქრისტიანული. ყველა რელიგიას კი არ ეხებიან, ქრისტიანობას ეხებიან. გადაარქვეს სახელი და დაარქვეს ზამთრის სახლები. საქართველოშიც ჩვენ ხედავთ რელიგიაზე თავდასხმას, აი ეხლაც იყო სწორედ რელიგიაზე თავდასხმა, საპატრიარქომ საკუთარი განცხადება გააკეთა და მართლაც აჩვენა თუ რა პოზიციებს იკავებს, რომ ის არ იკავებს ლიბერალურ პოზიციებს, ეს ნათლად აჩვენა და აჩვენა ძალიან საინტერესო რაღაც, რომ ქართული იდენტობის სადარაჯოზე დგას ქართული ეკლესია. რომ ქართული იდენტობა ქართული ეკლესიის გარეშე არ გამოდის. აი არ გამოდის და მორჩე გათავდა. ესე ისურვა ღმერთმა, ესე ისურვა რაღაცა ისტორიამ, ესე აეწყო ისტორიულადაც, რომ ლიბერალებმა ვერ შეძლეს ახალი ქართულის გამოყვანა. იმის მიუხედავად, რომ იყო მცდელობა, ეს ქართველი ვინ არის ახლა ვინც გამოდის? ეს არის ადამიანი, რომელიც ან მოტყუებულია ერთი მხრივ, ან ის ლიბერალია, თუ ჩამოყალიბებული ლიბერალია, ეს არის ადამიანი, რომელიც მზად არის ასიმილირდეს, წავიდეს იქ და დაივიწყოს საკუთარი იდენტობა. სხვადასხვა აქციაზე ხორუმი რო მოაწყეს და რო აღფრთოვანენ ამით. აღფრთოვანდა ის ადამიანები, რომლებიც მთელი ამ წლების განმავლობაში საუბრობდნენ, რომ მათ არის მის ქართული ცეკვა, მათ არის ქართული იდენტობა რა არის, მათ არის რა არის სამშობლო და ასე შემდეგ და უცბად დაიწყეს გამოყენება ქართული იდენტობის რაღაც მარკერების. აი ერთ რამეს ვიტყვი. ეს არის ფარისევლობის საშინელი ეპოქა. ეს ფარისევლობის ეპოქა იმდენად დამანგრეველია ადამიანზე, რომ სუსტი ადამიანები უერთდებიან ამას, იმიტომ რომ ძნელია ფარისევლობის წინააღმდეგ ბრძოლა. ფარისევლობა არის ყველაზე დიდი ესეთი დანაშაული. აი იგივე ადამიანები, რომლებიც საუბრობდნენ, რომ თუ ქართული იდენტობა გაქრება, მერე რა სხვა ეთნოსი იცხოვრობს ამ ტერიტორიაზე და მერე რა მთავარია, რომ ვივაჭროთ, კარგად ვიცხოვრობ და ასე შემდეგ. ესეთი ადამიანები ტელევიზიით გამოდიოდნენ და საუბრობდნენ და დღეს აღფრთოვანებული არიან ეროვნულ ტანისამოსში, როგორც ეკავდნენ აქციაზე ადამიანები, ხო? ეს არის სწორედ ფარისევლობის ყველაზე დიდი გამოვლინება და მაგიტომ იყო, რომ სხვადასხვა ბიბლიაშიც ქრისტეს ძალიან არ უყვარდა ფარისევლები, წიგნობრები, ხო? არ უყვარდა ისინი. და სწორედ იმიტომ, რომ ისინი ისეთ რაღაცას ქმნიან, ისეთ რეალობას ქმნიან, რომელზეც ძალიან ბევრი ადამიანი ეგება. ბევრი ადამიანი ხო ვიცით, რომ გამოსულია, იმიტომ რომ აი ესე მის ირგვლივ ყველა ესე გავიდა და ისაც ჩაყვა. ამ წელმა ჩვენ დაგვანახავა, ვინ არის მართლა ვაჟკაცი, ვის შეუძლია საკუთარი პოზიციების დაცვა და ვინ არის ადამიანი, ვინც ჩაყვება ამ ყველაფერს, ვინც ყოველგვარი კრიტიკის გარეშე მიიღებს ამ ყველაფერს და იქნება ინსტრუმენტი, გადაიქცევა ინსტრუმენტად. ამ წელმა გამოავლინა ის ადამიანები, რომლებსაც ეგონათ, რომ გემი იძირებოდა, პირველები გადახტნენ გემზე და ეხლა რომ აღმოაჩინეს, რომ თურმე გემი არ იძირება, ძალიან დამნეულობაში არიან. ეს ჩანს მაგალითად საზოგადოებრივ მაუწყებელზეც, აი მაგალითად, როდესაც ფორმულა იხურება, ფორმულაზე ჟურნალისტები მივიდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელზე და იქ დაიწყეს საზოგადოებრივ პოზიციებიდან საუბარი. ანუ ფორმულაში ეს არ ახსოვდათ თვითონ. მაგრამ იქ საზოგადოებრივ მაუწყებლიდან დაიწყეს. რატომ? იმიტომ რომ დასაქმება უნდათ და ძალიან კარგად იციან რა პოზიციაშიც არიან. ძალიან კარგად იციან, რომ მათი პროექტი დამარცხებულია, ძალიან კარგად იციან, რომ უკვე აბსურდში არიან გადასულები და ამის მიუხედავად ეძებენ ახალ თბილ ადგილს. და კიდევ, აი მემარცხენეები, რომელიც ჩვენ მემარცხენეები გვეგონა, ისინი აღმოჩნდნენ ლიბერალები. ან უფრო მეტიც, თუ კი გავიგოთ წარუმატებლობის ფორმულა, უნდა უსმინოთ აი მემარცხენეებს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მზად არ აღმოჩნდნენ და არ შეძლებიათ ლიბერალებს გაემიჯნონ. ისინი მზად არიან ჩაყვნენ საფლავშიც ლიბერალებს, იმიტომ რომ რაღაცა ტუსოვკის ხალხია. თურმე ტუსოვკის ხალხი ყოფილა ეგ მთელი მემარცხენეობა და არანაირი რეალური მემარცხენე იდეები მათ არ ქონიათ. და მე ყოველთვის ამბობდი, მე
რამოდენიმე გადაცემა მქონდა მემარცხენეობაზე და ეხლაც ვიტყვი. ის ადამიანი, რომელიც გაუცხოებულია ადგილობრივი კულტურული იდენტობისგან, ის მემარცხენე ვერ იქნება. ის ადამიანი, რომელსაც არ აქვს კულტურული თანაგრძნობა საკუთარი მოქალაქის, საკუთარი მეზობლის, საკუთარი, რა ვიცი, ნათესავის, ეზოში მყოფი ადამიანის მიმართ, ის ვერ იქნება მემარცხენე. ის იქნება ტუსოვკის მემარცხენე და ეს ტუსოვკის მემარცხენე რა არის? რადიო თავისუფლება რო შექმნის რაღაცა უბრალოდ სიუჟეტს რო გააკეთეს რაღაც პატარა ჯგუფსა და ისინი მათი ოცნება რომ არის რომ რადიო თავისუფლებაში აღმოჩნდნენ და თქვან რომ აი ეგ თურმე მუშების უფლებები როგორ ირღვევა, აი ეს ყოფილა ესე ტუსოვკის მემარცხენეები. მერე წავდნენ სადღაც იაფასიან ბარში და იქ დალევენ და იქ დათვრებიან ეს და აი ამ ციკლში ცხოვრობენ რა. ანუ როდის ესე იგი აიღებს ინტერვიუს რადიო თავისუფლება და როდის წავა ეს იაფასიან ბარში ან რაღაცა ესეთ რუსულ ტერმინს გამოვიყენებ ზავიძენიაში, ხო? არ ყოფილან უამრავი მემარცხენე სიამდვილეში. ასევე ამ წელმა არჩვენა კიდე ერთი რაღაცა. ამ წელმა არჩვენა ის, რომ ბევრი კონსერვატორი წარყოფილა კონსერვატორი. ის ადამიანები, რომლებიც საუბრობენ, აი ყველაზე ესეთი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, ეხლა იყო არჩევნები და ამ არჩევნებში პატრიოტთა ალიანსი, რომელიც ყოველთვის გამოდიოდა ნატოს დასავლეთის კრიტიკით, დღეს პრონატოური, პროდასავლური ძალად მოგვევლინა. და სხვადასხვა ის გავრცელდა ინფორმაცია, რომ შიდა წრეებიდან, რომ რაღაცა ხერიც მქონდათ ამისგან. მაგრამ პოლიტიკის ცვლილება აბსოლუტურად მიანიშნებს იმას, რომ ეს არის როგორი მდგომარეობა, იცით, აი ბიბლიაშია. რას დაფარულია ხილულ იქნება. აი რას დაფარული იყო წლების განმავლობაში, ეხლა ყველამ გავიგეთ ვინ არის, ვინ ვისკენ არის და სინამდვილეში ვის რა უნდოდა, რა პოლიტიკის გატარება უნდოდა და ვის ხარჯზე უნდოდა ყოფნა. ყველა გავიგეთ ვინ არის. აქედან გამომდინარე, ეს წელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი წელი. ეს წელი იყო გარდამტეხი წელი, ბევრი მომენტით, ბევრი ადამიანური ფაქტორით, ბევრი პოლიტიკური ფაქტორით, ბევრი გეოპოლიტიკური ფაქტორით და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართ. ის ხალხი, რომლებიც ხედავთ, რომ საქართველოს უნდა გადარჩეს, საქართველოს არ უნდა ჩაყვეთს იმ გეოპოლიტიკურ რაღაც საზიზღარ მდგომარეობას, რაც ეხლა არის. ეხლა არის კლასიკური ბნელი ეპოქა. საინტერესოა, რომ როლები გაიცვალა. ადრე თუ ტრენდი იყო ლიბერალური ტრენდი იყო, რავი, ბაიდენის პერიოდში, იქამდე ობამა, კლინტონები, ბუშების პერიოდში, ჯერ ნეოლიბერალური, მერე რაღაცა მემარცხენე ლიბერალური ტრენდები იყო. და დღეს არის კონსერვატიული ტრენდი და დღეს აღმოჩნდა, რომ ჩვენ მივყევით მაგ გლობალურ ტრენდებს და ეს ძალა რაღაცა მარგინალიზდება. როლები შეიცვალა. გუშინ ვინც ითვლებოდა პროგრესულად, ეს არის დღევანდელი რეტროგრადი და გუშინდელი რეტროგრადი გახდა დღევანდელი ის ადამიანი, რომელსაც შეიძლება უწოდოთ მომავლის ადამიანი. აქედან გამომდინარე, რევოლუცია, ანუ სამყაროს შემოტრიალება, ეს არის რევოლუცია ეტიმოლოგიური მნიშვნელობით. სამყაროს რევოლუცია ეგრე დავარქვათ. მოხდა, ის მოხდა გლობალურად, ის მოხდა საქართველოში და მე მინდა რომ მოგილოცოთ ეს, იმიტომ რომ ვინც მე მიყურებს ის იმ აზრებს იზიარებს, რა აზრებიც მე მაქვს. მე უკვე წლებია ველოდები აი ამ რევოლუციას. მე უკვე წლებია ველოდები კონსერვატიულ რევოლუციას, კონსერვატიული რევოლუცია დადგა. სწორედ ამიტომ გილოცავთ 2025 წელს. ეს წელი ყოფილიყო ჩვენი წელი. ეს წელი ყოფილიყო წელი, სადაც ბრუნდება ტრადიცია, ბრუნდება სუვერენიტეტი, ბრუნდება ძლიერი და ერთიანი საქართველო. მადლობა ყურადღებისთვის. მოვალ წლამდე.